ყველაფერს ვუკეთებ, არავინ არაფერი არ დამიფასა, მე კეთილი ვარ, ყველასთან ყვები, მოკლედ ყველა უმადურია, ვისაც რამე გაუკეთე და ასე შემდეგ, ესეთ საუბარს ვისმენ ხოლმე ძალიან ხშირად, როგორც ჩემი კლიენტებისაგან, ასევე საზოგადოებისაგან და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციას, ოდესაც ვიძიებ. ეს ძალიან დიდი თემაა, მაგრამ ამ სტორში მოკლედ ჩავეტევი და გავშლი ამ თემას. როდესაც თქვენ ადამიანებს უგზავნით ფულს, ტანსაცმელს და ასე შემდეგ, უგზავნიან სხვა ადამიანები, განსაკუთრებით ემიგრანტები, ასეთ ადამიანებს სჭირდება დაფასება, აკლია სიყვარული და დაფასება და აღიარება. ეხლა რას ნიშნავს აღიარება? თქვენ რო რაიმე ნივთს გაუგზავნით ადამიანს, რა თქმა უნდა, ის აღფრთოვანებული იქნება თქვენით. რა კარგია, რა მაგარი ხარ, სწაული ხარ, მე შენ მიყვარხარ და ასე შემდეგ. თქვენ მის თვალში მაღლდებით და თქვენც მაღლდებით თქვენს თავში. თქვენ გიხარიათ, რომ მაღლდებით მის თვალში, თან გსიამოვნებთ ეს პროცესი და ამ პროცესს აგრძელებთ, უგზავნით ფულს, ეხმარებით ნათესავებს, ასესხებთ ფულს და ასე შემდეგ, ისინი აღფრთოვანებული არიან და ასე შემდეგ. მაგრამ გადის დრო და თქვენ ყველას ზიზღდებით და თქვენ ვერ იგებთ, რატო ესენი უმადურები არიან, რატომ ხდება ესე? ცუდი არაფერი დამიშავებია. მაგრამ თქვენ გავიწყდებათ ერთი, რომ ადამიანისათვის ყველაზე მთავარი არის საკუთარი თავი. როდესაც თქვენით აღფრთოვანდება ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ ადამიანი და შეიძლება სხვა უთხრას, რომ მაგალითად, აი ჩემს გარეშე თქვენ რა გეშველებოდათ, ამ დროს ადამიანი ხვდება, რომ თვითონ ჩრდილშია. ანუ შენს გარეშე არაფერს არ წარმოადგენს და ეს ადამიანი დაბლდება, სულ შენ ხარ მაგარი ადამიანი და ეს ადამიანი არაფერი არ არის. ამ დროს ეს ადამიანები იწყებენ თქვენ შეზიზღებას. ეხლა პირში ვერ მოვლენ და ვერაფერს ვერ გეტყვიან, იმიტომ რომ რაღაცები გაუგზავნეთ და რაღაცა, მაგრამ იწყებენ თქვენ შეზიზღებას ჯერ გვერდიდან. მიწას გაგითხრიან ქვემოდან, იმიტომ რომ ადამიანისათვის არის ეგო ყველაზე მთავარი. ის არასოდეს არ გაგიშვებთ თქვენს წინ. რატომ არის, რომ გაჭირებულს ამოიყვან საიდანღაც, თქვა ჭაობიდან და ის ჩაგძირავს შენ ჭაობში, იმიტომ რომ არასოდეს არ გაგახარებს ადამიანი, რომელიც გაჭირებაში შენ ნახე. პირველ რიგში მინირჩევა, ესე ვთქვათ, რომ ეს დიდი სალაპარაკოა, მაგრამ მაინც პატარა რჩევა. სანამ ვინმეს დაეხმარებით, გაიგეთ 80-90% გააკეთა ამ ადამიანმა, რომ გაჭირებული არ ყოფილიყო? თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თქვენ ამ ადამიანს არ უნდა დაეხმაროთ. და თუ 100% გააკეთა იმისათვის, რომ გაჭირებული არ ყოფილიყო, აი შეიძლება. ზოგადად მე გირჩევთ, მიხედეთ საკუთარ თავს. მოეშვით მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს და ასე შემდეგ, ნათესავებს და ასე შემდეგ. მიხედეთ საკუთარ თავს.